ბავშვობაში ერთდროულად 10 ნაყინი მიჭამია. რაც გავიზარდე, 3-ზე ჩამოვედი. ზაფხულში ნაყინი არის ჩემი საყვარელი დესერტი და დღეს გიზიარებთ მოცვის ნაყინის რეცეპტს. 500 მლ 35%-იანი ნაღები გათქვეფეთ გამყარებამდე. ნაღები უნდა იყოს ცივი და თუ მაქსიმუმ 10 წუთში გამყარების ვერაფერი შეატყვეთ, დროს ნუ ღარ დაკარგავთ. დავუმატეთ 400 გრამი კრემყველი, 400 გრამი შესქელებული რძე და 200 გრამი შაქარი. ისევ კარგად ათქვეფეთ ყველაფერი მიქსერით და შეინახეთ მაცივარში. ისეთი კრემია ნამსხვრევშიც გადასარევად გამოიყენებთ. ამდენი შაქარი და შესქელებული რძე არ გაგიკვირდეთ. 400 გრამი შესქელებული რძე არაა საკმარისი, რომ კარგად დაატკბოს ნაყინი, ამიტომ შაქარიც დავამატე. ახლა მოვამზადოთ მოცვის კონფი. 200 გრამ მოცვს დავამატეთ 100 გრამი შაქარი, დააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი, დადგით დაბალ ცეცხლზე და სულ ურიეთ. რომ წამოდუღდება 60 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. ახლა ავაწყოთ ნაყინი. ფორმაში გადაიტანეთ ნაყინის მასა და მოასხით რამდენიმე სუფრის კოვზი მოცვის კონფი. მე ორ წყობილებს დავუმატე. შეგიძლიათ ცოცხალი მოცვი, ან შოკოლადის ჩიფსები დავუმატოთ, ან არც არაფერი დავუმატოთ. შემდეგ ყველაფერი გაიმეორეთ, სანამ არ შეივსება ჭურჭელი. ბოლოს დავახეხე ლიმონის ცედრა და ისევ ორ წყობილებით გავაფორმე. დააყენეთ საყინულეში 4-5 საათი, ან მთელი ღამე. გემრიელად მიირთვით და თქვენ ერთდროულად რამდენი ნაყინის მირთვა შეგიძლიათ? დამიწერეთ კომენტარებში თქვენი მაქსიმუმი.